სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა ჩვენთან არს ღმერთი არს დაიყოს. მოგვიახლოვდა შობის დღესასწაული, დღეს არის კვირა, შობის წინა კვირა და ამ კვირას სახარებიდან ყოველთვის იკითხება ადგილი, სადაც არის აღწერილი იესოს წინაპრები. ფაქტიურად მთელი ტექსტი სახარების, რომელიც ჩვენ დღეს დავიკითხეთ, იყო ჩამონათვალი იესო ქრისტეს წინაპრების, ვინ იყვნენ ისინი. და ყველა თაობა, ყველა მისი წინაპარი მამის მხრიდან იყო მოხსენებული ადამიანის ჩათვლით. და ძირითადად დღეს იყო საუბარი, მარტო სახელები იყო დასახელი, ბოლოს კი იყო შემდეგ აღწერილი როგორ მოხდა შობა, მაგრამ თავარი ტექსტი იყო სახელები. რას გვასწავლის სახარების ეს ადგილი? აი ისეთი სახელებია, რომელიც ჩვენ მხოლოდ აქედან ელიუდი, ამინაბადი და ისეთი ელიაზარი, აი თითქოს რა შეიძლება აქედან დასკვნა გავაკეთოთ. და მე თქვენ სულ გეუბნებით და თქვენ უნდა სულ გახსოვდეთ, რომ ყოველთვის უნდა დასვათ შეკითხვები სახარებასთან დაკავშირებით. აი ხა დღეს მაგალითად აი რა შეკითხვა შეიძლება ადამიანს გაუჩნდეს. ძალიან მარტივი, საიდან იცოდა მათემ ეს სახელები? მათემ ახარ შოჩოს ლუკასაც აქვს ეს აღწერილი, ოღონდ მათეს თუ თავიდან აქ ადამიანიდან ქვემოთ, იმას პირიქით იესოდან ადამამდე აქვს. და ანუ ეს ჩამონათვალი სახარებაში ორჯერ მეორდება. რატო არის ესეთი მნიშვნელოვანი? და აი პირველი შეკითხვა, საიდან იცოდა მათემ ეს? აი საიდან იცოდა? განადვილი ამ კითხვაზე პასუხი. საიდან იცოდა და იესომ უთხრა. იესომ უთხრა მისი წინაპრების სახელები ჩამოუთვალა. კითხა მათემ, აი ვინ იყო შენი წინაპრები და იესომ ჩამოუთვალა. და წარმოიდგინეთ, იესომ იცოდა ყველა თავისი წინაპრის სახელი. რა თქმა უნდა, იესო ღმერთია და იმან ყველაფერი იცის, მაგრამ ამ შემთხვევაში აქ ლაპარაკია იმაზე, რომ ადამიანმა იესომ იცოდა ეს ყველაფერი. და რას ნიშნავს ეს? ეს იმას ნიშნავს, რომ ეს არის ჩვენი არა მარტო ვალდებულება, არამედ ეს არის ჩვენი პიროვნების განუყოფელი ნაწილი. ჩვენ უნდა ვიცოდეთ ჩვენი წინაპრების სახელი. აუცილებლად უნდა ვიცოდეთ. აი მამის სახელი და დედის სახელი, ხა იმედია იცით ყველა. ბებია და ბაბუაც ალბათ იცით. ოღონდ ბებია და ბაბუა ორივე მხრიდან უნდა იცოდეთ. აი ბებიების და ბაბუების მშობლების სახელები თუ იცით. და იმათი მშობლების სახელები თუ იცით, ძალიან შევსოც რომ არ წავედით. და მინდა გითხრათ, რომ დღეს არის იმისი საშუალება, რომ თუ ადამიანმა არ იცის თავის წინაპრების სახელი, კეთილი ინებოს, შეიცოხოს თავი და გაიგოს, არსებობს არქივი, სახელმწიფო არქივი და შეგიძლიათ მიმართოთ წერილობით სახელმწიფო არქივს და სთხოვოთ და მაქსიმალურად მოგეხმარებიან, რა თქმა უნდა. და მინდა გითხრათ, რომ ეს მშობლების ვალდებულებაა, რომ გააკეთონ თავის შვილებს გადასცენ. და რა თქმა უნდა, ყველა ადამიანმა რაც შეიძლება უფრო მეტი უნდა იცოდეს წინაპრების შესახებ. რატომ არის ეს ძალიან მნიშვნელოვანი? აი მაგალითად, ესე იგი კუჩაში ძაღლი რო გააჩეროთ, ან ძროხა მაგალითად. აი ძროხას რო კითხოთ, შენი დედა ძროხა ვინ იყო? მე მგონი იმ თუ კი არა მარტო ლაპარაკი არ იცის. ესე იგი აი გაიხსენეთ ცხოველი როგორ უგლის თავის შვილებს, აი ლეკვები რო ყავს, მაგალითად, ძაღლს ვერ მიეკარებიან, ხო? მე ეს ლეკვები იზრდებიან და აი ძროხას რო კითხო, დედა ძროხა ვინ იყო, ვერ გეტყვის და ძაღლს რო კითხო, მამა ძაღლი ვინ იყო, ვერ გეტყვის. შენი მამა ძაღლი ვინ იყო? და დედასაც ვერ გეტყვის, იმიტომ რომ იზრდება ეს ძაღლი, ავიწყდება ეს დედა ვინ არის. შეიძლება ხენ ძაღლს დედა ახსოვს, მაგრამ აი ბებია კი ნამდვილად არ იმახსოვრება, ხო? აი ერთ-ერთი მთავარი, ესე იგი, განმასხვავებელი ჩვენი ცხოველებისგან ეს არის რა. ჩვენი წინაპრები უნდა ვიცოდეთ. და აი ხევსურეთში მაგალითად, ხევსურეთში. ეხლა დღესაც ცოტანი არიან ხევსურების შემორჩენილი, მაგრამ აი როდესაც დასახლებაში მჭიდრო ცხოვრობდნენ, მაშინ ნამდვილად ვიცი, რომ აი როდესაც რაღაც შეკრება იყო და რომელიმე ახალგაზრდა ხევსური მოვიდოდა, ესე იგი იტყოდნენ, რომ აი ამის სახელს კი არ დაასახელებდნენ, რომ აი მოვიდა, თქვათ ვიღაც, ხო? მამამისის სახელს იტყოდნენ, ან ბაბუამისის სახელს. ანუ ესე იგი ადამიანმა უნდა იცოდეს თავის წინაპრები ვინ არიან, იმიტომ რომ თავის პიროვნებაზე უნდა კონდეს წარმოდგენა, ვინ ახარ შენ.
შენ ვინ ახარ? აი რო კითხავენ ადამიანები, სხვადასხვა ენებში ხა საქართველოს ენაში ეს არ არის შემოჩენილი, მაგრამ ძირითადად აი უცხოურ ენებში, აი რუსულშიც და ებრაულში განსაკუთრებით, ესე იგი მამის სახელით მოიხსენებენ. მამის სახელით მოიხსენებენ. მაგალითად პოლიციკული ბარტლომე. ბარ ნიშნავს შვილს. თოლომე არის მამის სახელი, ბარტოლომეოს. ესე იგი, ესე სახელადაც კი ესე არის, ნათანაელი ერქვა. მაგრამ ნათანაელად ნაკლებად მოიხსენება, იგი მოიხსენება როგორც ბარტლომე. და იესოც ეუბნება, ესე იგი, იოანეს და იაკობს ბარ იონა. და ესე იგი, ეს მისი შვილი, მისი ძე. და იმის თქმა მინდა მოკლედ რომ ადამიანმა თავის წინაპრების სახელები უნდა იცოდეს, მეხსიერება, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ეს არის შენი პიროვნების განუყოფელი ნაწილი და კიდევ ერთი თემა არის ძალიან მნიშვნელოვანი, ხელოვნებაშიც არის ესეთი, მაგალითად ფილმი არსებობს, ადამიანს თავში ჩაარტყამენ და გადარჩება, ოღონდ აღარ ახსოვს არაფერი. ერთი წუთით წარმოიდგინეთ, რომ ადამიანს მეხსიერება წაეშალოს. აღარ ახსოვს, აი ვინ არის. პირველი რაც აღარ ახსოვს, აი მშობლების სახელები, ბებიების და ვინ არის ესეთი ადამიანი, რა თქმა უნდა იცხოვრებს. რა თქმა უნდა, ამის გამო არ მოგტება ადამიანი, მაგრამ ერთი წუთით წარმოიდგინეთ, აი თვალები რომ დახუჭოთ და რაც იცით ყველაფერი რომ დაგავიწყდეთ. აი როგორი იქნება ამის შემდეგ თქვენი ცხოვრება. აი ამის შესახებ არის დღევანდელი სახარება და სხვათა შორის მინდა გითხრათ, რომ ჩვენმა პატრიარქმა მერთმა დიდხანს გვიცოცხლოს და კიდევ მინდა შეგახსენოთ, რომ 100 ფსალმი უნდა ვიკითხოთ პატრიარქისთვის. 58 წლის იუბილეი შეუსრულდა, ეხლა 58 წელი გასრულდა მისი პატრიარქობის, 59 წელი დაიწყო და ერთი წელი დაგჭა, რომ 59 წელი დაიწყოს მისი და ესეც ამიტომ არის ასეთი მნიშვნელოვანი, იმას ვამბობდი, რომ პატრიარქმა ისტორიკოსებს დაავალა და ამოაწერინა და გამოქვეყნდა კიდევაც ამ ბოლო დროს ჩვენი პატრიარქების და ჩვენი მეფეების სია. ესე იგი, აი საქართველოს ისტორიაში მეფეების სია, რაც არის ფაქტიურად ასევე ჩვენი მეხსიერება. აი შეიძლება იქაც ეს რომელიღაც ერთი სახელი თაფეჯაბი მაგალითად ეს ერთ პატრიარქს, ან რომელიღაც მეფის სახელი პირადად არაფერს გეუბნებოდი, თუმცა რა თქმა უნდა ესეც უნდა გამოვიზიოთ, ეს არის ჩვენი ისტორია. ისტორიის წოდნა ამაში მდგომარეობს, რომ შენ იცოდე შენი წინაპრები ვინ არიან, ამიტომ გვინდა და რად გვინდა ეს ყველაფერი კიდევ ერთხელ მინდა გავიმეორე. იმად გვინდა რომ ჩვენ უნდა საკუთარი თავის შესახებ გქონდეს წარმოდგენა. ვინ ვართ, საიდან მოვდივართ და შესაბამისად ჩვენ შვილებს რა უნდა გადავცეთ. აი ეს არის ერის მეხსიერება, ეს არის პიროვნების მეხსიერება და ეს არის დღევანდელი სახარების თავარი სწავლება, რომ ადამიანმა უნდა იცოდეს თავის წინაპრები, ისე როგორც იესო ქრისტე იცოდა, რომელმაც მათე მახარებელს მოუყვა, ლუკა მახარებელს უთხრა, ჩამოუთვალა და აი ამითი იწყება ეს სახარებაც, ამითი იწყება ეს საერთოდ იესო ქრისტეს მოვლინება ამ ქვეყანაზე, შობა, რომელსაც წინასწარ გილოცავთ რამდენიმე დღეში აღნიშნავთ შობის დღესასწაულს და აი მოდის ვინ? აი ამათი შვილი, ვისი სახელებიც დღეს იყო სახარებაში ჩამოთვლილი და ღმერთმა ჩვენი წინაპრები დაალოცოს. რატომ უნდა ვიცოდეთ კიდე ყველაფერთან ერთად? აი იესო ქრისტეს წინაპრები მაგალითად სახარებაში რო წერია, აი ყოველ კვირას შობის წინა კვირას ყოველ წელს მოიხსენებიან. ამიტომ თქვენი წინაპრები აუცილებლად უნდა ჩაწეროთ მოსახსენებელში და მოიხსენოთ ეკლესიაში. ეს არის აი ადამიანური მეხსიერების ერთ-ერთი მთავარი შემადგენელი ნაწილი და ღმერთმა აცხონოს და ნათელში დააწესოს ჩვენი წინაპრების სული, ჩვენთან არს ღმერთი.